გრიგოლ გურული თავდაცვალების ვიცე-პოლკოვნიკი არის ახლა ჩვენთან კავშირზე. მე ვიცი რომ მას აქვს თავისი სათქმელი ქართული საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ამ 4 ოქტომბრის მოლოდინის ფონზე. მოგესალმებით ბატონო გრიგოლ, როგორია მაქედან დანახული თქვენი სამშობლო საქართველო და როგორ აფასებთ მნიშვნელობას თავად 4 ოქტომბრის შეკრებისა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით სრულიად საქართველოს, მადლობა ჩართვისთვის. დიახ, მე ვისმენდი თქვენს შესავალს, ეგრეთ წოდებულს, რაც შეეხებოდა ჩვენს მიმართვას ქართველ ძალოვან სტრუქტურებთან მიმართებაში. დღევანდელი ვითარება საქართველოში ძალიან რთულია და ამავდროულად ქაოტური. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართვა და მე მინდა დავაზუსტო ის რომ ეს მიმართვა არ არის რადიკალიზმისკენ მოწოდებული, ეს მიმართვა არის ჩვენ რაც გავაკეთებთ მოწოდებული იმისკენ რომ რაც შეიძლება ამ ღონისძიებებმა ჩაიაროს შედარებით რბილად, რათა ხალხი არ დაზარალდეს. ეს მომთავარი მიზანი და მხოლოდ ეს არა, მე ჩავშლი ცოტა მიწოდების, ასე ვთქვათ, მიზნებს, რას მოიცავდა ეს ყველაფერი. და დღესაც იგივეს მოუწოდებ ჩვენს დღევანდელ ქართულ ძალოვნებს, რომლებიც დღევანდელი ქართული რეჟიმის დაქვემდებარებაში იმყოფებიან. პირველ რიგში ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად წარმომადგენლები, რომლებიც დატოვებენ სამსახურებს და გადმოვლენ ხალხის მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ შესუსტდება ის დაკომპლექტებული რგოლები, რომლებიც მათ ყავთ ხალხის დასარბევად დაკომპლექტებული. მეორე ის, რომ შესაბამისი ძალა აღარ დარჩებათ, თუ ეს მასიურად მოიცავს, ანუ ხალხის დიდ რაოდენობას, არ დარჩებათ იმის გამბედაობა, რომ ხალხზე დიდი აქტივობით და დიდი აგრესიით განახორციელონ დარბევები. პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, დარბევა, რომელიც შემდეგ მოიცავს დასახიჩრებას, ცემებს, დაპატიმრებებს, მასიურ რეპრესიებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე გარკვეულწილად უკან დაიხევს როგორც თვითონ ძალოვანი სტრუქტურები, ასევე დღევანდელი რეჟიმიც. ამით გაძლიერდება ხალხის მდგომარეობა და რბილად ჩაივლის ის აქცია, რაც დაანონსებულია 4 ოქტომბერს და არა მარტო 4 ოქტომბერს, ეს სავარაუდოდ იქნება განგრძობადი და იმ დღეს ვფიქრობ, რომ არ დასრულდება ყველაფერი, მაგრამ ნათლად დაანახებს ხელისუფლებას თუ რამდენად ნეგატიურად არის განწყობილი თვითონ შიგნით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დღევანდელი რეჟიმის მიმართ და რომ მათ ასე გაგრძელებას უკვე აღარ აქვს აზრი და მიიღებენ სავარაუდოდ შესაბამის გადაწყვეტილებას. ბატონ გრიგოლ, თქვენ საუბარი დაიწყეთ იმ ვერსიით, რომ უბრალოდ იმ აუცილებლობით, რომ თქვენს აი კოლეგებს მოუწოდებთ, რომ იმათ, რომლებიც ალბათ ასეთი ტიპის დიდი საზოგადოებრივი შეკრებების დროს არიან წარმოდგენილები ველზე, რომ მათ დატოვონ სამსახურები, ხო? სიამთულეში არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა, რამდენიმე, ასე ვთქვათ, სივრცე ასეთი არის, რომ მოქმედების პერსპექტივა. ერთი რომ რჩები შენ სამსახურში და არასრულებ უკანონო ბრძანებას. უკანონო ბრძანება რა შეიძლება იყოს? ის, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და მაგალითისათვის, როცა გიბრძანებენ, რომ აბსოლუტურად მშვიდობიან ახალგაზრდებს გაეკიდო, ცემო, დაასახიჩრო, წართვა, ნივთები და ასე შემდეგ, რომ ასე არ მოიქცე, ხო? ეს უკანონო ბრძანების არ შესრულება არის ამ შემთხვევაში. ამას უზრუნველყოფს ფიციც, ბატონო გიორგი. ფიცი, რომელიც დადებულია. კი ბატონო, მაგრამ თქვენ პირდაპირ მოუწოდეთ ამ ადამიანებს, რომ ეს კი არ უთხარით, რომ უკანონო მოთხოვნები არ შეასრულოთ, არამედ 4 ოქტომბრამდე მათ გადადგან გარკვეული ნაბიჯები. აი, ფლობ თუ არა რაიმე ინფორმაციას განწყობების თაობაზე, იმიტომ რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და არა მარტო იქ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ბევრი საკადრო სპონტანური ცვლილებები განხორციელდა, ხო? აი, ზოგიერთ უწყებაში
რომელიც უნდა გამოირჩეოდეს სტაბილურობით, კარგი გაგებით, კონსერვატიზმით, სამი თვეც კი ვერ გაძლო მაგალითად ხელმძღვანელმა, რომელიც დიდი ზარზეიმითა და ქებადიდები წარადგინეს. აქეთ ეს ხარებაზე აწყობილი მთელი ეს რგოლი მთლიანად ჩამოიშალა და ეს ადამიანები მასობრივად წავიდნენ იმ უწყებიდან, ხო? რა გავლენა მოახდინა ამ ცვლილებებმა და ახლა როგორი განწყობები არის სისტემაში, სადაც თქვენ ალბათ ძალიან ბევრი თუ არა საკმაო ნაცნობი ყავთ. რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს და შიგნით ჩვენ გვაქვს შიგნიდან გამოხმაურებები, საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურებები. რა თქმა უნდა არის დღესდღეობით ცოტა მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ არ მინდა დაანონსება წინასწარ. საკმაო რაოდენობა არის იმ პირად შემადგენლობის, ვინც მზად არის იმისთვის, რომ ხალხის მხარეს პირაბირ გადმოვიდეს და დადგეს. მაგრამ ეხლა მითხარით, რომ თქვენ არ მოუწოდებთ უკანონო დავალების შესრულებაზე უარი რო თქვენ, როგორ არა. პირველ რიგში ის, რომ დატოვონ, ვისაც ამის გამბედაობა გააჩნია დღეს, ეს არ არის იოლი გადასარკვეველი ნაბიჯი, რომ დატოვონ არსებული სტრუქტურები და გადმოვიდნენ პირდაპირ ხალხის მხარეს, ამას ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება და მე მესმის მათი, მაგრამ როგორც კი იქნება ამის გადადგმული ნაბიჯები, გარკვეული პირების მიერ, ამას მოყვება უკვე მასიურად ეს მსვლელობა და გადმოსვლა ხალხის მხარეს, ვინც იქ დარჩება ადგილზე, მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებ. პირველ რიგში შეასრულონ ფიცი, რომელიც დადვეს ერისა და ქვეყნის წინაშე. ფიცი, რომ უნდა ემსახურონ ხალხს და არა ერთ პიროვნებას. ფიცი, რომელიც კარგად ახსოვს, რომ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ შეიძლება ბევრი ტყვია წამლის ყვამლიც კი ჩაგვიყლაპავს ერთად სანგარში როცა ვიდექით. აი ეს ყველაფერი უნდა გაიხსენონ და ის რომ ის ჩვენი ხალხია, ვინც დგას სამართლის ძიების გამო, სამართალს ეძებს ეს ხალხი, ვინც გამოსულია რეჟიმის წინააღმდეგ. იგივე ჩვენი ოჯახის წევრები. ამასთან დაკავშირებით მინდა რომ დაგაზუსტებინოთ. ჩვენ ახალგაზრდა არა სახელმწიფო, არამედ რესპუბლიკა ვართ, ხო? საქართველოს ისტორიას ღრმა ფესვები აქვს, მაგრამ როგორც დემოკრატიული ქვეყანა, მისი მშენებლობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყეთ და სადღაც 34 წლიანი ისტორია არ არის საკმარისი ამ მხრივ ესე ძლიერად ფეხებზე დგომისთვის, ხო? ამიტომ ამ უახლეს ისტორიაში ერთი პრობლემა გქონდა, როცა უსამართლობის გამო გაბრაზებული ხალხი გამოდიოდა ქუჩაში. ახლა რა არის ის კიდევ ამაზე დამატებული მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც თქვენ სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი, რომელთაც ამ ქვეყნისთვის გიომიად, გიბრძოლიათ, თავი გაგიწერიათ, ასეთი მოწოდებებით გამოდიხართ. ამის კითხვა მინდა მე და როგორი არის მათ შორის თავდაცვის ძალების როლზეც რო გითხრათ, იმიტომ რომ ისინი როგორც წესი ქვეყნის შიგნით მსგავსი ტიპის მოვლენების დროს არ უნდა გამოიყენებოდნენ ამასთან მიმართებაში თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ? დიახ, გეტყვით 90-იანი წლებიდან მოყოლებული მე ძალოვან სტრუქტურებში ვარ, სამხედრო ფორმირებებში, ანუ პირველი ქართული შენაერთი, პირველი გვარდიის ქვედანაყოფი რომ შეიქმნა, იმის მერე უკვე სტრუქტურაში ვიმყოფებ. და ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელიც წინააღმდეგობები და მომდევნო მთავრობების წინააღმდეგობები. მაგრამ განსხვავდება ვითარება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 90-იან წლებში, როდესაც ჩვენ პირველი ეროვნული მთავრობა ავირჩიეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მაშინ იყო ერთსულოვანი ქართველი ერის აზროვნება. და დღეს ვითარება აბსოლუტურად შეცვლილია, ანუ დეზინფორმაციული პროპაგანდით მათ შეძლეს და საკმაოდ დიდი რაოდენობა ხალხის ესე რომ ვთქვათ აზრები გააყვეს. აქედან გამომდინარე შექმნეს გარკვეული დასაყრდენი ძალა, რომ იოლად შეძლებოდა ჩვენს ჩრდილოელ ბრძოლებში მეგობარს და მეზობელს დასაყრდენი ძალის საფუძველზე გარკვეული ქმედებების განხორციელება. ეს ნელ-ნელა საფეხურეობრივად შეაპარეს ქართულ მოსახლეობას, შეაგუეს ამ ინფორმაციებს და ეს ზოგიერთმა მათგანმა, რა თქმა უნდა, აიტაცა.
მაგრამ არ არის ეს მთავარი პრობლემა. ჩემი აზრით ეს არის მთავარი პრობლემა დევს იმაში, რომ დღევანდელი სამთავრობო რეჟიმი არის დაფუძნებული ძალოვან სტრუქტურებზე პირველ რიგში, მაგრამ მანდაც ძალოვან სტრუქტურებშიდაც მათი დამორჩილების სხვადასხვა ბერკეტები არსებობს და ეს არის აბსოლუტურად ყველგან. მათ შორის არის ესეთი ბერკეტი, ერთი შანტაჟირება, ანუ ყავთ რაღაცეებზე გამოჭერილი, რომელსაც უკან დასახები გზა არ აქვს და მხოლოდ აქედან გამომდინარე აშანტაჟებენ. მეორე დასაქმებულები ისინი და მათი ოჯახის წევრები სიპებში, აიპებში და ასე შემდეგ, რის გამოც გარკვეულ წილად ნეიტრალიტეტს იჭერენ და უკან დასახები გზა არ აქვთ მეტი და მიტომარიან და ძალიან ცოტა ისეთი ადამიანები, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, რომლებიც აბსოლუტური ერთგულებით ყველაფრის გარეშე უბრალოდ მომხრეები არიან, იმიტომ რომ უყვართ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. თუნდაც ესე იყოს, ის ჩვენი მოწოდება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს ემსახურება კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ არ დაზარალდეს სამართლის მძებნი მართალი ხალხი, რომელიც დგას უიარაღოდ და რომელიც გამოხატავს თავიანთ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება. რატომ უნდა შეიცვალოს დღევანდელი ხელისუფლება? იმიტომ რომ არჩევნები 1, 2, 3 და ასე შემდეგ ყველა მიცის რომ მოიპარეს ხმები, მიისაკუთრეს და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეს. ამაზე გაბრაზებული, ამას დამატებული რაც რომ წლები დაგვჭირდა მოგვეკრიბა ჩვენს ირგვლივ მეგობარი ქვეყნები ევროპიდან, ეს ყველაფერი ერთბაშად ჩამოაშორეს საქართველოს. ყოველ შემთხვევაში ბოლომდე არა, მაგრამ ამის ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდათ. ამას ყველაფერს ეს ხალხი ხედავს. ამას ემატება უსამართლობა თვითონ საჯარო სტრუქტურებში, უსამართლობა სასამართლოში, კლანების შექმნა, უცბად გამდიდრებული მილიონერი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელზედაც აბსოლუტურად არაფერი ინფორმაცია, არანაირი ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული აქამდე. ეხლა რაც დაიწყეს, ესეც გარკვეული მათივე ახალი ტრიუკის, სცენარის ერთი ნაწილია. ამ ყველაფერზე გაბრაზებული ხალხია გამოსული. ეს ხალხი ჩვენი სისხლი და ხორცია და კიდევ ერთხელ ვამბობ და მოუწოდებ ჩვენს ძალოვან სტრუქტურის წარმომადგენლებს. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და საქართველოს შვილები ვართ. ჩვენ ხვალ ერთად თანადგომა უნდა შევძლოთ. ჩვენ ხვალ ერთმანეთთან მეგობრობა და ძმობა უნდა შევძლოთ. ამიტომ არ უნდა არსებობდეს აზრის განხეთქილება, მით უმეტეს რადიკალური დაპირისპირება. მე კარგად მახსოვს და წერანაც ვთქვი 90-იან წლებში თბილისის სამოქალაქო ომმა რა შედეგამდე მიიყვანა სახელმწიფო, რა შედეგამდე მიიყვანა თვითვეული ოჯახი და თუ კი რადიკალიზაცია არ იქნება დაწეული, რადიკალიზაციის დონე გამორიცხული არაფერია. ჩვენი სახელმწიფო ამას ვეღარ გადაიტანს. ამიტომ რეჟიმმა უკან უნდა დაიხიოს და ხალხმა უნდა მიიღოს ის სამართალი, რასაც ვეძებთ. ხელისუფლება უნდა დასტოვოს დღევანდელი, ესე რომ ვთქვათ, პოზიცია და მისცეს ხალხს და სახელმწიფოს ნორმალური ევროპული განვითარების საშუალება. ამას მოიცავს ჩვენი მიმართვა და კიდევ ერთხელ ბიჭებო, შემოგევლეთ ყველას, მოგმართავთ და გეუბნებით. თქვენი თითოეული თქვენგანის ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ საქართველო გაიმარჯვებს. დაიცავით ფიციდან უდარჩების ბიზნეს ჯარისკაცები. იყავით ერის და სამშობლოს ჯარისკაცები ბოლომდე. მადლობა ბატონო გრიგოლს. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა.